ბათუმში ძვირფასო მაყურებლებო კომპოზიტორ ნათია ზენგლიშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა კონცერტ სახელმწიფო მუსიკალურმა ცენტრმა უმასპინძლა. ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებები ქართველმა შემსრულებლებმა შეასრულეს, მათ შორის მუსიკალურ საღამოში მონაწილეობდნენ ალილო თეატრალური კვარტეტი ჰერიო, აჩიკო ნიჟარაძე, დათუნა სირბილაძე და ნათია პერანიძე, ასევე ბენდი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით. ნათია ზენგლიშვილი არის 50-მდე სიმღერის ავტორი და სხვათა შორის ერთ-ერთი სპექტაკლის კომპოზიტორი, რომელშიც მეც ვთამაშობ. რუსთაველის თეატრში გადის ეს სპექტაკლი, ეს არის გადის რა გაირამე ვთქვი. რუსთაველის თეატრის სპექტაკლი ვისაუბრეთ, რომ რუსთაველის თეატრის სპექტაკლია ძუნწი, ასე ვთქვათ. და ზოგადად ეს ადამიანი გახლავთ ამ სპექტაკლის კომპოზიტორი გოჩა გაბანაძის რეჟისორობით დაიდგა ეს სპექტაკლი. მოკლედ ბათუმში ეს კონცერტი გაიმართა ინიციატივით ბათუმის საქართველოს კულტურის დედაქალაქი 2025-2026-ის ფარგლებში. ახლა კი ვნახოთ სიუჟეტი და ნათიას ჩვენგან დიდი მოკითხვა. კომპოზიტორების ერთ-ერთი თვალსაჩინოება არის ქავატოი ნათია და ძალიან მიხარია, რომ ბათუმი მასპინძლობს მის შემოქმედებით საღამოს. ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო, სხვადასხვა ჩემი და ალილოს ურთიერთობაც ქავატოი ნათიას სახელს უკავშირდება. და ამ შესაძლებლობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს კულტურის სამინისტროს. ნათიას ულოცავ დღევანდელ დღეს, ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი საღამოა. საოცრად ნიჭიერი ადამიანი, ჩვენ წლებია მეგობრები ვართ და ყველას მოწონს მისი სიმღერა, ასე რომ დღესაც მე მგონი კმაყოფილი დარჩება ის დამსწრე საზოგადოება. ჩვენ ჩავდეთ მთელი გული, სული, სიყვარული ბათუმის წინაშე, ხალხის, მსმენელის წინაშე. ჩვენ არ დაგვინდია თავი არაფერში, არც ერთ მუსიკოს. პრემიერა იყო 3 ახალი სიმღერა და მე მგონი კარგად გაიჟღერა, მიიღო მსმენელმა. ძალიან მახარებს ეს ამბავი.